ეს ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია პანსიონია. აქ ყოველი დღე სწავლასა და გართობაში ერთნაირად გადის. დაწესებულებას, სადაც მზრუნველობა მოკლებული მოზარდები და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები ცხოვრობენ, უკვე 10 წლის ისტორია აქვს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით პანსიონი 2004 წელს დაფუძნდა. მღვდელმთავრის მიზანს თავიდანვე წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი ოჯახების თანადგომა. ქუჩაში დარჩენილი მოზარდების თბილ გარემოში დაბრუნება, მათი სწორად აღზრდა და სრულუფლებიან მოქალაქეებად ჩამოყალიბება. თავის დროზე, როდესაც დავაარსეთ ეს დაწესებულება და მისი პირველი დირექტორიც მე გახდით და როცა დავიწყეთ აი ამ შენობის ფიქრი მის მოწესრიგებაზე, მე მახსოვს შემთხვევით აღმოვაჩინეთ რომ იაპონიის მთავრობა აწესებდა საქართველოში მაშინ არ იყო, აზერბაიჯანში იყო საელჩოს საშუალებით სოციალურ პროექტს. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ეს ამ ტიპის დაწესებულებაზე პროექტი, გითხრეს რომ საერთოდ მინდა გითხრათო, ვინც იყო ეს წარმომადგენელი მათი, რომ რელიგიურ დაწესებულებებსო ერიდებიანო და საერთოდ არაფინანსებენო და მახსოვს რომ მივაწერე ესეთი რაღაცა უკვე გამზადებულ ესეთი სრულფასოვან პროექტს, ესეთი მინაწერი გავუკეთე, რომ ჩვენ ქვეყანაში არის სადღაც 3500-მდე მახსოვს, მაშინ ეს ციფრი იყო. ეხლა როგორც მითხრეს გაორმაგებულია. ზრუნველობა მოკლებული ბავშვი, რომლებიც ფაქტურად ქუჩაში არიან. ეს ბავშვები არიან თუ მათზე არ ვიფიქრებთ, არ ვიზრუნებთ, ესენი არიან მომავალი ფაქტურად კრიმინალები, ნარკომანები და ყველა უბედურება მქონდა ჩამოთვლილი და თუ არ გაგვიწევთ მეთქი დახმარებას, ეს ჩვენ ქვეყანაში რა არაფერი აღარ დარჩება დასაყაჩაღებელი, ესენი თქვენ ქვეყანას მოადგებიან მეთქი და გარკვეულწილად იცით დიდარი ადამიანის რაღაცა ესეთი ის არის, ზრუნავს თქვათ მეზობელზე რომ მას არ შეუქმნას რაღაცა პრობლემა და როცა ვაგზავნით ამ პროექტს, მითხრეს რომ მეუფევა ესეთი მინაწერი რაღაც ხარისხს დაუკარგავსო ამ პროექტსო და იქნებო ესო არ გვინდაო, ეს არ მივაწეროთ. მახსოვს ვინც კონსულტაციებს გვიწერდა და ნუ მე დავიჯინე და ესე დავიჟინე, რომ არა ნუ გინდა თუ არა ეს მე და ეს ჩემი გავიტანე მახსოვს და მახსოვს მათი წარმომადგენლები ჩამოვიდა. აი ამას გაუსვა ხაზი. გითხრა რომ აი ამანო ძალიან სერიოზულად ამ მინაწერმა იმოქმედა. არ მიყვართ რომ ის ცუდად გაფრანგვა და ყოველ დღე რაღაც სტუდიებზე ვარ, იქედაკენ მეგობრებთან თამაშობ, ჩვენ აზრებს უზიარებთ, ხანდახან თამაშობ და ნუ ძალიან კარგ დროს ვატარებთ რა, ანუ ნასიამოვნები ვჩებით ყოველი კვირით. ჩვენ ბავშვები ვართ და ხანდახან გვაქვს გატაცება რომ ტელეფონზე, ინტერნეტზე და ასე შემდეგ. სკოლის პერიოდში ესეც მოგწონს და დაწესებულებაც საჭირო არა თვითონ სკოლაში ტელეფონის გაუყენება. ანუ კარგი საქმეები დილავდა სასულიერო პირებებია და უფრო გიმნაზია იმიტომ ეწოდება რაღაც ქრისტიანული წესები მოდი ჩვენ გვასწავლია რომ ესე არ უნდა მოიქცე ეს ქრისტიანულად უნდა მოიქცე ქრისტეს რჯულს უნდა ვიყე და ასე შემდეგ და არა ის ცუდად როგორც სიტყვაზე ცუდი სიტყვები თქვა რაღაც და ჩვენ აქ ახსარებასაც ვავართ. აქ ყველამ აღმზრდელმაც და აღსაზრდელმაც კარგად იცის, რომ დედის სითბო და მზრუნველობა შეუცვლელია, თუმცა მცდელობა მოზარდებში ამ დიდი დანაკლისის შევსებისა ნამდვილად იგრძნობა. პანსიონში დღეისათვის 120-ზე მეტი მოზარდი ცხოვრობს. აი ამ დაწესებულებამ ესეთი მალევე, ასე ვთქვათ, მოიპოვა სახელი, მაგრამ მოხდა საოცარი რაღაცა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ძალიან ისეთი დამოკიდებულება შეიქმნა რაღაცა ცოტა კრიტიკული ამ დაწესებულების მიმართ. მე მახსოვს ყოფილი პრეზიდენტიც, რომელიც ჩვენი მოხუცებულთა სახლის გახსნაზე იყო, ახალი სახლი ააშენეთ და მაშინ გამოაცხადა კიდევაც რომ მე მივესალმები მოხუცებულთა სახლის არსებობას, მაგრამ არ მივესალმები ბავშვთა სახლების არსებობას ჩვენ ქვეყანაში. ძალიან აქტიური იყო მისი მეუღლე ყოფილი პრეზიდენტის. ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე აქვს ამ ქალბატონს გაკეთებული, მაგრამ
აი რაღაცა ვერ ამაში ვერ პოულობდით საერთო ენას, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ მქონდა შეხვედრები, სადაც ის მეუბნებოდა რომ უნდა გაუქმდეს, უნდა დაიხუროს ბავშვთა სახლები და მე უსვამდი ყოველთვის კითხვას რომ კი ბატონო მე არ გაყენებთ ახლა თქვა შეურაცხყოფას, მაგრამ თქვენზე უკეთესად ვიცი მე რომ ეს ბავშვთა სახლი ეს არ არის რაღაცა სიკეთე და ახლა მე ვერ ვიტყვი ახლა სიმახინჯე, ნუ საზოგადოების ჩვენ საზოგადოების სიმახინჯეა თავისთავად, იმიტომ რომ ბავშვი რო დედასთან და მამასთან რო უნდა იყოს, ეს მე ვიცი, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ ავსულვარ და პატარა ბავშვი ტირის დედა უნდა ვერ ეხმარები, ძალიან ძიმე რამეა. ყოფილა შემთხვევა რომ ჩვენ პერიოდულად ბავშვები უცხოეთში იყვავს დასასვენებლად სხვადასხვა ქვეყნებში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვები დადიან. გვაძლევენ ამას სპონსორები ამის შესაძლებლობას და ესე იოლე არ არის ახლა ბავშვის გაყვანა. ყოფილა შემთხვევა რომ თითქმის ნახევარი ევროპა მოგვივლია და გვიძებნია მშობელი, რომელსაც თანხმობა უნდა მიეცა, რომ მისი შვილი არ დაჭაგურულიყო. რამდენიმე დღის წინ გიმნაზია პანსიონი პრესისა და ტელევიზიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც გაზეთ ბათუმელებში გამოქვეყნებული სტატიით ცნობილი გახდა, რომ ბავშვთა სახლიდან 15 წლის მოზარდი გაიქცა. რატომ გადაწყვიტა არასრულწლოვანმა გოგონამ პანსიონის დატოვება? რას ამბობენ მომხდარზე დაწესებულების სხვა ბენეფიციარები და როგორ მოხვდა აუდიო ჩანაწერი გოგონას ნათლიასთან? რა მოხდა სიამდვილეში? რეალობა თუ გამიზნული მცდელობა ეკლესიისა და კონკრეტულად გიმნაზიის ავტორიტეტის შესალახად? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ტელეკომპანია ერთსულოვნების გადამღები ჯგუფი ფერიის ბავშვთა სახლს ადგილზე ესტუმრა. აქ ყველაფერი ისევ ძველებურად არის, თუმცა დღეს პანსიონში 122 ბავშვის ნაცვლად უკვე ერთით ნაკლებია. თანაკლასელისა და მეგობრის არყოფნას ყველა ამჩნევს. პრობლემა დადგა ზაფხულში, როცა ამ ბავშვმა გაიცნო ადამიანი, რომელიცაც აღიარებს როგორც შეყვარებულს. ხშირად მოდიოდა ეს ბიჭი ბავშვის დედასთან ერთად ჩვენთან და ნახულობდნენ ბავშვს. შეხვედრას არ ვუკრძალავდით, იმიტომ რომ დედასთან ერთად მოდიოდა. მარტო რომ მოსულიყო, მაგის სიტუაცია არ იყო, იმიტომ რომ ხელშეკრულებით ვინც იწერება ხელშეკრულებაში მნახულ პირად, მხოლოდ მათ აქვთ ბავშვის ნახვის უფლება ჩვენს დაწესებულებაში. რადგან დედასთან ერთად მოდიოდა, ამიტომ უარზე არ ვიყავით. როგორც ჩანს, ბავშვს არ აკმაყოფილებდა ის, რომ მხოლოდ შაბათ-კვირას ნახულობდა და სხვა დღეებში არ ჰქონდათ ურთიერთობა. ამან გამოიწვია ის, რომ ბავშვს მოუნდა აქედან წასვლა. ანუ რეჟიმით ესე თუ ისე მაინც იზღუდებოდა. 15 წლის მოზარდმა დაწესებულებიდან გაქცევის გადაწყვეტილება მიიღო 30 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, პანსიონის ერთ-ერთ აღმზრდელთან კამათის შემდეგ. სწორედ მაშინ მოხდა მოზარდის მიერ აუდიო მასალის ჩაწერაც. გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მან ღამით ფერიას სასაფლაომდე წვიმაში მარტომ დაახლოებით 3 კილომეტრი იარა. შემდეგ კი იგი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ეს არის გიმნაზია პანსიონის ასასვლელი კიბე. ჩამოდის ბავშვი და მოყვება ამგზდელი უკან. ამ დროს ხვდები მანქანით. დაახლოებით რა მანძილზე შეხვდი, შეგიძლია გვაჩვენო? კი ბატონო. აი ამ ადგილას ხვდები უკვე ამგზდელს. ბავშვს რა თქმა უნდა შეხვდი. სანამ მანქანა მოვატრიალე, ამგზდელი ჩამჯდა მანქანაში. ამბავს უკვე მიუყვები შუქებით, რა თქმა უნდა, რომ არ შეშინებოდა. 2-3 კილომეტრში აქედან ქალაქია. სადაც ბავშვი ჩაჯდა მანქანაში, იქნება 400 მეტრი. როგორცა ნაჩვენები მარტო იარა წვიმაში იარა ეშინოდა. არ შეშინებია, იმიტომ რომ ბავშვმა იცოდა, რომ მე უკნიდან მივყვებოდი. ეუბნებოდნენ, რომ თუ ბავშვთა სახლში დაბრუნება არ გინდა, მშობელთან წაგიყვანთ, ოღონდ დამჯდარიყო მანქანაში. დაიყოლიეს, დასვეს მანქანაში და არ მოუნდა სახლში წასვლა. ისევ დაბრუნდა ბავშვთა სახლში. შემდეგ ყველაფერი დაალაგდა. 2 დღის განმავლობაში ყველაფერი მიდიოდა სტაბილურად, უკვე მეორე ცვლა მოუწია იგივე აღმზრდელს და არანაირი გაგრძელება ამ ამბავს არ მოყოლია შაბათ-კვირამდე. უკვე შაბათ-კვირას როცა ბავშვი სახლში წავიდა, ეტყობა რაღაცნაირად მოყვა თავისი ამ მომენტის შესახებ და ვიღაცამ გამოიყენა ეს არასათანადოდ. პირველ ყოვლისა დაირღვა მისი კონფიდენციალობა.
როდესაც ხდება ბავშვის სახელის გვარის გამოაშკარავება, უკვე ცალსახარი რომ მისი ინტერესების საზიანოდ გაკეთდა ის რაც გაკეთდა. რა თქმა უნდა, თუ პრობლემა არსებობს, რაღაც პრობლემა გაჩნდა, უნდა ვიღაცამ გადადგას ნაბიჯები, რომ მას გაუმკლავდეს. ეს ნაბიჯები უნდა ემსახურებოდეს ამ პრობლემის აღმოფხვრას, მისი გამეორების შანსის შემცირებას და მერე ამ პრობლემით გამოწვეული რაღაცა ტრავმის გადალახვას. მე არ ამგონია, რომ ის გზა, რომელიც შეირჩა, როგორც მოდით ასე ვთქვათ, გაშუქდა ყველაფერი ეს, იყო კონსტრუქციული გზა და ბავშვის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული გზა. კონფლიქტის მიზეზად გიმნაზია პანსიონის აღსაზრდელები გოგონას ასაკსა და მის პირად ცხოვრებაში ბოლო პერიოდში მომხდარ ცვლილებებს ასახელებენ. დედას აიძულებდა, რომ წაეყვანა. აკადემიურ მოსწრებაზეც აისახა ეს, ზოგადად კონფლიქტური გახდა და ეს ყველაფერი არის ასაკის ბრალი, არანაირად არ არის თქვათ ბავშვის ბრალი, იმიტომ რომ ნებისმიერ შეიძლება ამ ასაკში იგივე რაღაცა დაემართოს. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით და ესეც ვფიქრობთ ახლა ეს შემთხვევა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უფრო პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, იმიტომ რომ ახლა პატარა ბავშვს რო ახლა რაღაც მოსასმენ აპარატს ჩაუდებ ჯიბეში და ეტყვი რომ მიდი და მასწავლებელთან იქ ატეხე შენ ყვირილი ნუ მირთხა რაღაცა და ამ დროს მასწავლებელი რაღაც მოშორები დგას და რაღაცა და თან ისეთ მასწავლებელზეა საუბარი რომელსაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ უაღრესად კეთილშობილი ადამიანია. ჩვენ უნდა პირველ ყოვლისა შევხედოთ ამ დაწესებულების მიერ უკვე მიღწეულ შედეგებს. რამ გამიჩინა მე мотивация, რომ უფრო მეტი მემუშავა ამ კონკრეტულ ბავშვთა სახლთან და ზოგადად საპატრიარქოსთან, იყო ის, რომ მე ვნახე, გავიცანი ეს ბავშვები და დავინახე შედეგები ამ ხალხის აღმზრდელების, მესვეურების მუშაობისა. ხშირ შემთხვევაში ეს შედეგებია, რომლებზეც დღესდღეობით ჩვენ ვერ ვახერხებთ გასვლა ზრუნვის სხვა ფორმებში. სამწუხაროდ. რა პირობებში ცხოვრობენ მოზარდები? არის თუ არა ძალის გამოყენება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მკაცრი სადამსჯელო რეჟიმი დაწესებულებაში. ამის შესახებ თავად ბავშვები საუბრობენ. მომხდართან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა გადაწყვიტეს დაწესებულების ყოფილმა ბენეფიციარებმა და მშობლებმა. გული ძალიან მწყდება, იმიტომ რომ არ ვიცი დასგვერჩის ან ის ბავშვი ჩვენ ან ის ორგანიზაციები თუ პრესა, იმიტომ რომ აქ ამდენი ბავშვი ცხოვრობს, ამდენი ბავშვი ამბობს, რომ აქ თავს გრძნობ ძალიან კარგად, ეს არის ჩემი სახლი, საუკეთესო პირობები მაქვს, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ეს ჩვენი სახლია და ძმა-ძმები არ ვიცი. და ჩვენ ისინი გვებრძვიან, მაგრამ ჩვენ მათ არ ვებრძვით. რა თქმა უნდა, პატიება რომ ითხოვოს, ჩვენ ვაპატიებთ. ჩემი სახელი გამოქვეყნდა გაზეთში. და ასე წერია რომ ანუ ვით ოთახს ვალაგებდი, ბავშვები ხმაურობდნენ და შემოვიდა ძიძა და თავზე გადამარტყა ჯოხი. და ასე წერია რომ ბგ-ს ახსნა გადმარტებაო და მე არ ყოფილვარ და ანუ ვიღაც აქვეყნებს ტყუილად რა, ტყუილს აქვეყნებს ჩემს სახელზე. აქ არანაირი ძალადობა, არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა, არანაირი ბილწიტყვობა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი კარგი პირობა აი აქ იყო და მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პირველ რიგში მეუფე დიმიტრის და საპატრიარქოს რომ მათ დამაყენეს ისეთ გზაზე სადაც ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრ რამეს მიხვდება. ყველანაირად ყურადღებას აქცევენ. არასდროს ჩემ ბავშვს საყვედური არ გამოუთქვამს, რომ მისთვის ძიძას ან დაერტყას, ან რამე და ასეთი რაღაცა არარეალურია რა. გიმნაზია პანსიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის. დაწესებულების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა ხელვაჩაურის რესურს ცენტრის იურისტმა მარინა დათუნაიშვილმა. ამ დაწესებულების მიმართ ჩვენ პრეტენზია არ გაგვაჩნია და რაც მთავარია ძალიან კარგი განწყობა გრჩება, როცა შედიხარ ამ დაწესებულებაში. დაუჯერებელია ჩემთვის, რომ ამ გიმნაზიაში ასეთი ფაქტი დაფიქსირებულიყო. ღიაობა აშკარაა. ვინც საწინააღმდეგო სიტყვის ვიტყოდი, რომ არასწორია.
მონდომება აშკარაა, мотивация სახეზეა. ეს არის პირველი დაწესებულება, რომელმაც გადადგა ნაბიჯები იმისკენ, რომ ამ სახელმწიფო ფერხულში ჩართულიყო ფერხულს, რომელსაც ქვია ბავშვზე ზრუნვის სისტემა. ეკლესია ძალიან დიდი როლი აქვს ზოგადად სოციალური საკითხების მოგვარებაში. თავარია რომ არსებობდეს სწრაფვა და არსებობდეს ის ღირებულება, რომელსაც ქვია ბავშვის ჰარმონიული განვითარება საზოგადოების სრულუფლებიან წევრად. ამ დაწესებულებაში ეს სურვილი არის. გარემონტებული შენობა, თანამედროვე ინვენტარი, კომფორტული საცხოვრებელი და მოსასვენებელი ოთახები ბინადრებისთვის და ხარისხიანი სასწავლო გარემო. წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია პანსიონში ყველა პირობაა იმისათვის, რომ ბავშვებმა ჯანსაღი აზროვნებით, სწორი ღირებულებებით იცხოვრონ და ხარისხიანი განათლებაც მიიღონ. ვიცი რომ ეს ბავშვები უფრო ბედნიერები იქნებიან თავად ოჯახებში, მაგრამ რეალობა ხვალე სამწუხარო რეალობა, ზოგის მშობელი თქვათ საჯელა აღსრულების დაწესებულებაში, ზოგი საზღვარგარეთ არის, მუშაობს, შრომობს და ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, უწყობთ ხელს რომ ესენ ქუჩაში არ იყვნენ. დაწესებულება პასუხისმგებლობას იღებს თითოეულ ბენეფიციარზე. ბავშვებს უტარდება შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიჭიერი მოზარდების სწავლის გაგრძელების საკითხსაც. სასწავლო პროცესისა და გახანგრძლივებული მეცადინეობების გარდა აქ 20-ზე მეტი სახელოსნო და სტუდია ფუნქციონირებს. გიმნაზიაში მიმდინარეობს უცხოენების, ხატვის, მოდელირების, ქარგვის, მინანქრისა და ხელსაქმის სწავლება. ბავშვები ეუფლებიან ხალხურ სიმღერასა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას. წლის სექტემბრიდან ღვთისმშობლის რა თქმა უნდა და მეუფე დიმიტრის კურთხევით დავიწყე მუშაობა დედაო სიდონიამ თხოვა რომ ამეყვანა ბავშვთა ანსამბლი გამეკეთებინა ხალხური ინსტრუმენტებს. შევარჩიე ბავშვები, რა თქმა უნდა, კონტინგენტი ცოტაა და ცოტა სირთულე იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც კარგი ბავშვები შემხვდა და ავარჩიე 16-18 ბავშვი. სწავლობენ ეროვნულ ცეკვებს. ამასთან ერთად არის სპორტული წრეებიც. გიმნაზიაში ახლა ვახშმის დროა. მოზარდები აღმზრდებლებთან ერთად სატრაპეზოში იკრიბებიან. კვების შემდეგ თავისუფალ დროს ყველა სხვადასხვაგვარად ატარებს. თუმცა ამჯერად ბარბარობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. სურვილისამებრ ზოგი აღსარებისთვის ემზადება, ზოგი ლოცვას კითხულობს. ტაძარი შენობის პირველ სართულზეა და აქ ბავშვებს სულიერ მოძღვართან ურთიერთობის საშუალება ეძლევათ. არანაირი ნიშნით არც რასობრივად, არც რელიგიურად, არც კანისფერის თუ თვალისფერის თუ რაღაცა ფიზიკური მონაცემების დისკრიმინაცია ადამიანის არ ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეკლესია არასოდეს არ ეუბნება ადამიანის დახმარებაზე უარს არ აქვს მნიშვნელობა მისთვის რომელი რელიგიის მიმდევარია. ჩვენთვის მთავარია ადამიანი და არა ვთქვათ ის რა წამსით ცხოვრობს. სასურველი არის იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ თუ არ არის მართლმადიდებელი, არავინ არ აიძულებს მას მართლმადიდებლობას. რამდენიმე წლის წინ ამ შენობის ეზოში მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებული მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობდა. დაწესებულებამ 2009 წელს მღვდელმთავრის ინიციატივით ქალაქის ცენტრში, გაცილებით უფრო კომფორტულ გარემოში გადაინაცვლა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ბათუმში ყოფნის პერიოდში მოხუცთა თავშესაფარსა და სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრსაც ესტუმრა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში არსებული სხვა სიკეთეების შესახებ უფრო ვრცლად ტელეჟურნალ კვირიაკეში გიამბობთ.